მოგესალმებით მეგობრებო, Instagram-ზე ვიცვალს მადევნებთ, იცით რომ რაღაც ბარს ვაკეთებ, რომელიც იქნება ბაიკერებისთვის ძალიან კარგი ადგილი და მთელი დღე ვიყავი გადართული იმ საქმეზე, მაგრამ დღევანდელ დღეს როგორ გამოვტოვებდი? დღეს არის სალამი, როგორ ხარ? კარგად, შევეგოთ. გაიხარ მეც. დღეს არის მოტოდრაგი. სასწაულის სანახაობა, დაუვიწყარი ემოციები. ხმაური, გუგუნი და აი ამდენი მოტომოყვარული ერთად წარმოგიდგენთ რა ამბავია, როდესაც ამდენი მოტომოყვარული ერთად იკრიბება და ამდენი ულამაზესი ბაიკერო არის. ასე რომ დღევანდელ დღეს ნამდვილად ვერ გამოვტოვებდი, ცოტა გვიან ჩამოვედი, მაგრამ მთელი სანახაობა ფაქტობრივად ერთგვარია. ჩააჭირეს უკვე და გაჩვენებთ რა ამბები იქნება ეხლა მალე. აქედანაც მოგესალმებით. დღევანდელი ჩემი ვიდეო იქნება ცოტა განსხვავებული ფორმატი. ესე იგი, თავიდან რომ ჩავედი დრაგზე, ცოტა შემოგვიანდა, მაგრამ მაინც მინდოდა რომ მენახა ეს ყველაფერი და გადამეღო და მე თქვენთვის მეჩვენებინა თუ რა ხდებოდა და რო შემოგვიანდა, უკვე დაწყებული იყო, ბევრი რაღაცის გადაღება ვერ მოვასწარი, რაც მანამდე ხდებოდა და მეთქი ცოტა ხანში დავიწყებ ხა გადაღებას, უკვე საინტერესო კადრებს ცოტა ხანში დრონს ავაფრენ და ასე შემდეგ. მზადებაში ვიყავი, მაგრამ ძალიან მალე ამინდის გაუარესების გამო ვერ შევძელი ბევრი ვიდეოს გადაღება. და მოგიყვებით რა ხდებოდა, რატო გამოვიდა ესეთი და ასე შემდეგ. ეხლა კი გავაგრძელოთ და უბრუნდეთ იმ კადრს იქ რო ვიყავი და თავიდან როგორც კი ჩავედი, რამდენიმე ადამიანთან მივედი და ვკითხე, რას ფიქრობდნენ მაგ ღონისძიებასთან დაკავშირებით და მოვისმინოთ მათი აზრები. ელზა, შენი ძმა იღებს დღეს მონაწილეობას, ხო? მე როგორი მოლოდინი გაქვს? მოლოდინი გვაქვს გამარჯვების. რა თქმა უნდა, აბა რა. შენ როდის აპირებ? მე არ ვაპირებ ჯერ. რატო? არ ვიცი, აი ჩემი ძმა რო გამოდის, შევხვდა. ხო, მაგრამ გოგოებში რატო არ გინდა რომ მიიღო მონაწილეობა? რა დაიხვეწება, კარგად მე მონაწილეობას კი. ძალიან კარგი. 400 მეტრზე რა იქნება მე ალბათ. აჰა, მშვენიერი. წარმატებები შენს და შენ ძმასაც. მარკ, აბა როგორი ემოციებია, როდესაც გადიხარ დრაგზე, ხასთან რო დგები და ერთ სულიო გაქვს, რომ ჩააჭირო, აი მაგაზე რო 1-2 სიტყვით მითხრა. რა თქმა უნდა, ცოტა ღელვა არის, ეგ ყველა მონაწილეში არის მაინც, მაგრამ მზად ვარ რა, შედეგის დასადება და ცოტა გარემოებაც მინდა რომ დამეხმაროს. ანუ ზერმეტად მომიწია მოტოს სიმძლავრის მომატება და ამიშვე მომენტებში დაწესება მიწევს რა, მაინც მეორეს ჩარეს ვერ გავიქეთ. ვარჯიში მოასწარი თუ ვერა გარკვეულწილად? ნუ გარკვეულწილად ახლა რა სპექსიც არის მოტოციკლეტი მოვასწარი ვარჯიში, მაგრამ კიდე რომ გაუმჯობესების დრო აღარ დამჩა რა, რომ კიდე რაღაც ახალი რაღაცების ცდის დრო არ ვიყო რა. რები დაუმატე ბოლო პერიოდში. ო, ეგ საიდუმლოა. ო, მაგას არ გვეტყვის. აჰა, ძალიან კაი, წარმატებას გისურვებ. მადლობა. აბა, დროებით. აბა, როგორი მოლოდინი გაქვს დღეს? კაი მოლოდინები მაქვს, ორივე ბაიკი ხელს მიწყობს, მაგრამ მეტი მოლოდინი ამაზე მაქვს R6-ზე, მაგრამ არც ერთია ნაკლები სხვათა შორის რა. ძალიან კაი, სურპრიზი გამოვაჩინე. არ ნერვიულობ, არა, ნერვიულობ, მაგრამ ბუნებრივიც არის ავარაუდოდ ეს ყველაფერი. სურპრიზი გამოვაჩინე ოპერაცია. გამოვაჩინე, აი ეს არის ჩემი სურპრიზი, მოკლედ, პირველად მოტოსამყაროში. აქ ვინც ვერ მიხვდით რა მოხდა, პანტერას, იგივე მამუკას ასპონსორებს ლიდერბეთი და ძალიან აღტაცებული იყო, რომ პირველად მოტოსამყაროში მყავს ესეთი სპონსორიო და ეგ იგულისხმა. მე ვიდეოს რო ჩაუჯექი და დავიწყე ყურება, მივხვდი რომ ალბათ ბევრი ვერ მიხვდებოდა თუ რაზე იყო ლაპარაკი. ხო და მოკლედ რა ვიცი, წრიულზე R1 იმედია რომ უფრო კარგ მდგომარეობაში მეყოლებოდა და დრაგზე ორივე, რა ვიცი, როგორც შემიძლია გაკეთებული არის და ეხლა ჩემზეა დამოკიდებული. ძალიან კაი, წარმატებები. მადლობა. ძალიან მოღრუბლულია და დიდი შანსია რომ გაწვიმდეს და ცდილობენ რომ მოასწრონ შეჯიბრის დამთავრება და აი ძალიან ქაოსია, ნახეთ რა ხდება. ზედახედ კადრებსაც შემოგთავაზებთ სულ მალე. როგორი სილამაზეები დგას ნახეთ. ეს
სულ ესე რამოდენიმე მოტოციკლეთის გადაღება მოვასწარე. იმის მოლოდინში ვარ, რომ უფრო რაღაც შემდეგი კლასი დაიწყება და მე რაღაც ნახევარფინალი, ფინალი, დაძაბული მომენტები, კაი კადრები რაღაც და უცებ რა ხდება. სამწუხაროდ გაწვიმდა. ერთხელ უკვე იწვიმა, მაგრამ მალევე გადაიღო და შემდეგ მოხდა ასფალტის მოშრობა, ავტომობილები დადიოდნენ, რომ გზა გამშრალიყო. ეს ყველაფერი ჩემოსვლამდე მოხდა და მე მომიყვნენ, მაგრამ ეხლა უკვე ისე წვიმს, რომ არც გადაღებას აპირებს მე მგონი და გზაც დიდი ალბათობით ვერ გაშრება, ასე რომ დღევანდელი შეჯიბრი გადაიზარდა წვიმიან მონოლოგში. ეხლა წვიმაში მოგვიწევს ბაიკებით თბილისში დაბრუნება. სამწუხაროდ წარმატებას უსურვებ ყველა მონაწილეს. როდის ჩაინიშნება გაგრძელება ჯერ არ ვიცით, მაგრამ რა იქნება და როგორ იქნება, გაგაგებინებთ აუცილებლად. წვიმა რო დაიწყო და ყველაფრის ალაგება დავიწყეთ, ასე ვთქვათ, გადაინაცვლა ყველამ დაჯილდოების ადგილა, სადაც რომელი კლასებშიც მოხდა მოესწრო შეჯიბრის დამთავრება, იქ დააჯილდოვეს გამარჯვებულები. ფიქრობდი, რომ ისულიყავი გადამიღო ეს დაჯილდოების ცერემონიალი, მაგრამ დავინახე, რომ ლადო და რამდენიმე ბიჭი იქ რაღაც საქმებს აკეთებდნენ, მისალაგებელი იყო ყველაფერი და ვიფიქრე, რომ გადაღება მოიცდიდა და მათთან ერთად ვიყავი, მეც ვეხმარებოდი, რადგან ეს ყველაფერი რაც იყო გამზადებული დრაგისთვის მოწყობილი, იმ ყველა ინვენტარს სჭირდებოდა უკან ალაგება და თან წვიმის პროცესში ამ ყველაფერს ვალაგებდით. ეს ყველაფერი ავალაგეთ და წვიმაც გადაიღო და კაი ამინდი გამოვიდა. წვიმამ კი გადაიღო, მაგრამ კი არა და კი წვიმს, მაგრამ მაიმუნობაში ხელს არ გვიშლის მაინც. ესე გაგვეღა დავა ამინდი. იწვიმა, ჩაგვიშალა შეჯიბრი და ეხლა კაი ამინდი გამოვიდა. ხალხი ნელ-ნელა იშლება, რაღაც რაოდენობა დარჩა, მაგრამ უმეტესობა წავიდა უკვე. ეხლა გაჩვენებთ, აი, ჩემ ფონზე რო ჩანს, აი, ულამაზესი მოტოციკლეტი, რომელიც ემზადება ევროპაში წასასვლელად, დაგათვალიერებინებთ მაქსის ულამაზეს როგორ გამოიყურება. ეს არის ნინზა კავაზაკიშვილი. მე ქართველი მოტოციკლეტია. და ამ მოტოციკლეტის შემქმნელი ლადო გუდაძე, რომელიც ახლა ძალიან საქმეებში არის და არც ალიაჯი. ფიქრობდი, რომ გზაში მაინც გადავიღებ რაღაც კადრებს თქო და გზაში ვისაუბრებ თქო, მაგრამ ძალიან ცუდი ის იყო, რომ არ ვიცი რატო აქამდე სხვა ვიდეოებში არ შემიჩნევია, მაგრამ მოტოციკლზე რო ვზივარ და დავდივარ, ხმა მიკანკალებს და ეს რატო არის არ ვიცი და ეს ჩემი ხმა ძალიან მაღიზიანებს, ძალიან არ მომწონს. და მაგას მაქსიმალურად შევეცდები, რომ ისეთი ხმა მქონდეს ბაიკით სიარულის დროს, რომ არ იყოს გამაღიზიანებელი. რაღაცები ვისაუბრე, რის თქმაც მინდოდა გითხარით, მაგრამ მაინც არ გამოვიდა ის ვიდეო, როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო რა. ან დრაგის ვიდეოს გადაღება მინდოდა და საბოლოო ჯამში უბრალოდ მონოლოგი შემჭა. არა უშავს, ერთ კვირაში დაგიბრუნდებით, აი ამ გარემოდან მოტოაურას ახალი ეპიზოდი დაიდება შემდეგ 4 შაბათს. და რადგან წინა ვიდეოზე კომენტარები იყო, რომ ძალიან ოფიციალური კითხვებია და ცოტა უფრო გახსნილად ისაუბრეო, ცოტა უფრო მხიარული რო იყოს, მაგ ყველაფერს გავითვალისწინებ და შევეცდები, რომ შემდეგი ვიდეო იყოს ძალიან მხიარული, იყოს მეტი ღლეცინი, ცანცარი, მაიმუნობა. და ვნახოთ, რამდენად მოგეწონებათ. სამწუხაროდ ესე დასრულდა დღევანდელი დღე, მიუხედავად იმისა, რომ წვიმა აღარ არის და საკმაოდ კარგი ამინდის გამოვიდა, გრილა, ასფალტის გაშრა, მაგრამ ეხლა თავიდან ამ ყველაფრის გაშლა და მე თავიდან გაგრძელება არ გამოვიდა და ამიტომ გადაიწია დასასრულმა. მე მგონი გამოაცხადეს როდისთვის იქნება, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცი. დიდი ალბათობით დასასრულს მე ვერ დავესწრები და ვერ გადავიღებ, რადგან ერთ კვირაში მივფრინავ საქართველოში არ ვიქნები და
შეიძლება მაგ პერიოდში ჩაინიშნოს ეს ყველაფერი. ასე რომ წავედით ახლა თბილისისკენ. მგონი ქარიც ამოვარდა უკვე. დღევანდელი დღე მოკლედ არ იყო შეჯიბრისთვის რა. ამინდმა ყველაფერი იქნა იმისთვის რომ ჩაშლილი იყო დღევანდელი დღე. მაგრამ არა უშავს. გაგრძელდება ყველაფერი და ძალიან კარგად ჩაივლის და კარგად ჩატარდება ეს შეჯიბრი. ეს იყო პირველი ეტაპი და ეხლა ბევრი შეჯიბრი გველოდება წინ, იქნება დრაგიც, იქნება წრიულიც და სხვათა შორის ვიფიქრე თუ ინტერესი იქნება ესეთი შეჯიბრი ლაივში ხო არ გავუშვათ ხო YouTube-ზე და რას ფიქრობთ? დამიწერეთ კომენტარებში, ისურვებდით თუ არა მაგ ყველაფერს ლაივში რომ ვუშვებდე. საიდან უნდა გავიდე რაღაც ცოტა მე მგონი გზა ამერია. იქიდან და გავიდე ხო ამერია გზა და კი აჰა მადლობა მადლობა გაიხარ აქ რაღაცები გადმოუკეთებიათ და ცოტა გზა ამერია. ხო და რას ვამბობდი, ისურვებდით თუ არა ლაივში რომ გაუშვა შეჯიბრი, თუ როგორ გირჩევნიათ დავამონტაჟო ვიდეო ხო ამერია თავგზა იმდენჯერ შემეშალა რომ მაგაზე ვფიქრობდი საერთოდ წავსულიყავი და ვეღარ ვთქვი ჩემი სათქმელი რის თქმაც მინდოდა. უბრალოდ კომენტარებში დამიფიქსირეთ როგორ გირჩევნიათ ესეთი შეჯიბრი, ესეთი ღონისძიება, თუნდაც წრიული გინდაც დრაგი გადავიღო ლაივში, YouTube-ზე ლაივში ჩავერთო და პირდაპირ უყუროთ ამ ყველაფერს, როგორ მიმდინარეობს თუ გირჩევნიათ რომ გადავიღო, დავამონტაჟო და თქვენთვის საინტერესო მომენტები ამოვჭრა და დაახლოებით 9 საათ 40 წუთიანი ვიდეო გადავიღო. რომელი გირჩევნიათ მითხარით, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. აქ ისე მოიღრუბლა რომ მე მგონი ისევ გაწვიმდება და ძალიან მეზარება იხა წვიმაში სიარული, თან ძალიან თხლად მაცვია, იმიტომ რომ მეგონა რომ ძალიან სიცხე იქნებოდა როგორც ყოველთვის. ძალიან თხლად ჩავიცვი და იმედია წვიმამდე ჩავასწრებ თბილისში. მაგრამ აი ვინც ვერ მოდიხართ და ვერ ესწრებით მინდა გითხრათ რომ აი საოცარი ემოციები ამდენი მოტოციკლეტის ხმაური დასტარტვის დროს აი საშინელი გრუხუნის ხმა რო ისმის მოტოციკლეტს რო ძრავენ აი უბრალოდ უნდა მოხვიდეთ და მოусმინოთ და დატკბეთ მაგ ყველაფრით, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი რამეა. სამწუხაროდ მოტო დრაგი არ არის ისეთი განვითარებული საქართველოში, როგორც ავტომობილების, იმიტომ რომ მე ავტომოყვარულიც ვარ, მოტომოყვარულიც და ავტომობილების დრაგზეც ვცდილობ რომ მოვიდე ხოლმე ვუყურო დრაგზეც, დრიფტზეც. დაახლოებით რავი, 10-ჯერ მეტი ადამიანი ესწრება ალბათ ავტომობილების დრაგსაც და დრიფტსაც ვიდრე მოტოს დრაგს ან მოტოს წრიულ რბოლას. მაგრამ ვიმედოვნებ რომ ეს სპორტიც უფრო პოპულარული გახდება, უფრო მეტი ხალხი დაესწრება. არა და მგონია რომ ბევრი მოტომოყვარული უნდა იყოს საქართველოში, მაგრამ
მაგრამ რა თქმა უნდა ავტომოყვარული ბევრად მეტია ვიდრე მოტომოყვარული. ამასობაში შეგახსენებთ, რომ წეღარო ლამაზი მოტოციკლეტი დაგათვალიერებინეთ საქართველოს დროშის ფერებით. მაგ მოტოციკლეტით ლადო გუდაძე და დავითი თავისი ვაიმეთი მიდიან ლონდონში. ძალიან სიგიჟია, ხო? მაგრამ ამ ყველაფერს აპირებენ და კიდევ უფრო მაგარი ამბავი არის ის, რომ დავითი და ლადო რომ დაიძურებიან დაახლოებით ერთ თვეში. მეც ჩემი ლამაზი ქალბატონით მივდივარ ევროპაში. ბევრჯერ ვახსენე, რომ იტალია მინდა შემოვიაროთ, ჩემი ოცნება უნდა ავიხდინო, დიდი ხნის ოცნება და ყველაზე მაგარი ის იქნება, რომ დიდი ალბათობით ჩვენ იქ ერთმანეთს გადავეკვეთებით, იტალიაში ერთმანეთს ვნახავთ და ძალიან საინტერესო და კარგ ვიდეოებს შემოგთავაზებთ. ჩვენი სამივეს სპონსორი ესე დაემთხვა, რომ არის სოკარი და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი სოკარს. მისი ძალიან დიდი დამსახურება და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რომ ჩვენ ესე მივდივართ ევროპაში და ძალიან მიხარია, რომ ხარს გვიჭერს. ნუ თუ გამოჩნდება სხვა კომპანიებიც ძალიან მოხარული ვიქნები. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ თითქმის 2000 ვართ უკვე. ძალიან მიხარია, აი თვითოულ გამომწერი რომ ემატება, აი უზომოდ ბედნიერი ვარ ხოლმე და რო ხვდებოდეთ რამხელა სიხარულს ანიჭებთ ადამიანს, როდესაც მის არხს იწერთ, ალბათ ვისაც არ გაქვს გამოწერილი, ეგრევე გამოიწერდით ჩემ არხს. ეხლა ამ მომენტში ზუსტად 27 ადამიანი მაკლია, რომ 2000 გამომწერი გამიხდეს, მაგრამ ამ ვიდეოს რო დავდე, შეიძლება უკვე 2000 ვიყოთ და ძალიან გამიხარდება. ასე რომ მიაქტიურეთ მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, ნუ დაიზარებთ, ერთი თხოვნა მაქვს, მხოლოდ რომ არხი გამოიწეროთ, მეტი არაფერი. მე ხო ვასრულებ თქვენ თხოვნებს, რასაც მეუბნებით. გაზარდე პოდკასტის დრო, გავზარდე. მეტი მოტო ვიდეო შემოგთავაზე, ვცდილობ რომ მეტი ვიდეო გადავიღო. მაქსიმალურად მოვერგებით თქვენს მოთხოვნებს, სანაცვლოდ უბრალოდ არხი გამოიწერეთ. იტალიაში წასვლამდე მინდა ჩემი ჩაფხუტი ცოტა და შევალამაზო, დავასტიკერო ქართულ დროშის ფერებში, ასე ვთქვათ, რადგან ევროპაში რომ ვივლი, ყველამ შეამჩნიოს და დაინახოს რომელი ქვეყნიდან ვარ. ყველაზე მაგარი ქვეყნიდან ვარ მთელ მსოფლიოში. ხო და რაღაც იდეა მეც მაქვს და თქვენს თუ რამე იდეა გექნებათ, როგორი შეიძლება გამოვიდეს, ან როგორი შეიძლება გავაკეთო, გამიზიარეთ, იდეები ძალიან გამიხარდება. და მე მგონი თქვენთვისაც სასიამოვნო იქნება თქვენ წვლილს რომ შეიტანთ ჩემი ჩაფხუტის დიზაინში. ქუჩაში რომ ხვდებით და ზოგი რო ხელს მიქნევთ, ზოგი მიღიმით, თქვენ ხო ჩემს ესეც სახეს ხედავთ რა, ჩაფხუტში ვერ შეატყობ ადამიანს ემოციებს და გინდათ გაჩვენოთ მაგ დროს ჩემი სახე როგორ გამოიყურება. ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე და ძალიან მიხარია. და გული მწყდება, რომ თქვენ ვერ ხედავთ ჩემ ამ ემოციებს და უბრალოდ ესე გამოიყურება ჩემი სახე მაგ დროს. მაგრამ მეც რო ხელს გიქნევთ ხოლმე და რო ვიღიმი, მგონია რომ თქვენც ხედავთ ჩემ ღიმილს. სალამი. არ ვიცი კადრში ჩანს თუ არა, ეხლა ბაიკით მომყვება ერთი ადამიანი, მესალმებოდა და იმას დაუგნე ხელი. ხო და ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო საყვარელო მაყურებლებო, ძალიან მიყვარხართ ყველანი, ძალიან დიდ мотиваციას მაძლევთ კომენტარებში, რომ რჩევებს მაძლევთ, რაღაც დადებით კომენტარებს რომ მიწერთ ხოლმე. ძალიან გაფასებთ ყველას, კარგი ადამიანები ხართ. ხო და ეს ვიდეო დაიდება 4 შაბათს საღამოს და იმედი მაქვს მაგ დროისთვის უკვე 2000 პლუსით ვიქნებით. ძალიან გამახარებთ. აბა დროებით.
მოკლედ ძალიან მალე დასრულდა ეს დღე ჩემი მისვლიდან და ვერ მოვასწარით ვერაფრის გადაღება ფაქტობრივად, ანუ რო ვნახე 10 წუთის მასალა მქონდა. მე ძალიან დავიწყე უკვე იმაზე ფიქრი საერთოდ დავდო ეს ვიდეო, არ დავდო მაყურებლებს როგორ შევთავაზო მეთქი ესეთი ვიდეო ჩემს მაყურებლებს. მაგრამ ბოლოს ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე რომ საერთოდ არაფრის დადება, რაც მქონდა, ეგ მაინც დამედოდა თან მელაპარაკა იმ საკითხზე თუ რატო ვერ მოხდა ამ ყველაფრის ნორმალურად გადაღება. მე მგონი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი თვის ბოლოსკენ გადაიწია ამ ეტაპის დასრულება, ასე ვთქვათ, რაც ვერ მოესწრო და თვის ბოლოს დიდი ალბათობით უკვე მეც ჩამოსული ვიქნები და თუ მოესწრო მაგ ყველაფერს აუცილებლად გადავიღებ და ისეთ კადრებს გაჩვენებთ და ისეთ ემოციებს, როგორცაც იმსახურებთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხალხი ხართ, მაგრამ მიდგა ხართ გვერდში, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. ასე რომ ეს ერთი ვიდეო მაპატიეთ, მოკლედ ესეთი რომ გამოვიდა. აბა დროებით.